აბა მოვედი თქვენთან ყავის დასალებად. ცოტა ზე მანათებს იქიდან, მაგრამ ფონი რომ იყოს ესეთი, უნდა დავჭდე ესე. ეს ფონი მე მგონი მოგეწონათ წინაზე. ცოტა ჩემი შტატივი ყანყალებს. ძალიან ფარატინა შტატივი მაქვს. ეხლა გაჩვენებთ რეები მაქვს აქ. აი ესეთი გემრიელობები მაქვს. აღარ ვიცი რა ავირჩიო. რა მივირთვა. არა და დიდად არ მინდა ეხლა. აქედან ეხლა ყველაზე ძალიან მინდა შოკოლადი და თხილი პრინციპში. და ყავას რა დავლევ, მე რამე ხილსაც შევჭამ. ესენი დიდად არ მინდა, მაგრამ მაინც დავდე. ყოველი შემთხვევისთვის. აი ეს კაი მუკბანგერივით დავჯექი. დაისხმა ჩემს ვიდეოში. ძალიან კაი. ამით რო გადავიყო. თუ კაი განათება ხო არ ექნება. აბა მოდი ვცადოთ. ამით ხორჯობია. აი ესე მივაყუდებ ხილის თეფს. და აბა ნახეთ. აბა ცოტა ხანი გავაგრძელებ ახლა ამ კამერით. ვნახოთ ეს ხორჯობია, იმიტომ რომ ის ძალიან შორიდან არის და ექსელენტ. ჯერ არ მიჭამია. ნატალის სულ ეს იყო? ნატალი მოვიდა თავის ჭრიალით. ამ საქანელოს გაზეთვა ჭირდება, თორემ ძალიან ჭრიალებს. ნატალი რო კატაობს მთელ უბანს ესმის. ხოდა მოკლედ iPhone-ზე ვწდი ხა გადაღებას. იქ დავიწყე გადაღება კამერაზე, მაგრამ რაღაც ჩაბნელებული არის ეს. არა, გიხოცები, ხარ ჩართოთ რა. არა. ხო. Нет, please. თანეს სიმღერა. ნატალი კანალი. ხოდე. ძალიან ტაშფანდურა მეზობლები მყავს აქ მეგობრებო. ძალიან უყვართ სიმღერები, кейფი, კარაოკეები, ამბები. და მე ეს ყველაფერი кейფები და ამბები და მე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ხელჩართულ ჭხობში და მოკლედ სეირები არ მაკლდება ხოლმე. აქედან ხოდა მოკლედ ესეთი ამბები აქედან მინდა, აი კიდე კაიგო ჩემი ხმა ეწყობა. უთხარი. აქედან მოკლედ მინდა დაჯდომო, რომ გამოჩნდეს აი ეს სილამაზე, თორე იქ თუ დავჯდები, კარგად მომანათებს კამერა, მაგრამ იქ ხა ჩვეულებრივი ფონი არის, კედლები და კედლები რაში გაინტერესებთ. ან თბილისშიც გეყოფათ. არ გაქანდე, ცოტა ხანი მაცადე. ნატალი მთელი დღე საქანელოზე ზის და ვეუბნები. შეჩვენეთ ახლა შევიდე ეგანა. No, please. Don't see it. Ice guys, what are you? Oh, dude. That's a good job, someone. My it's turning glassy. ხოდა მოკლედ რა ვიცი, აბა თუ მაცალის ხა და YouTube-ი თუ არ დამბლოკავს. YouTube-ი თუ არ. აუ ნატალი, მე ყველაფერი ხელს მიშლის ხალხო, რომ ვიდეო ჩავწერო. იქით მეზობლები, აქეთ ნატალი. ხოდა YouTube-ი დამბლოკავს ალბათ ხო ხა ამ სიმღერაზე. არა. ხოდა მოკლედ იმაგიტომ დავჯექი აქეთ, თქო მაგის თქმა მინდოდა რამდენი ხანი და ამასობაში მე მგონი ყავაც დავლიე. ხოდა მოკლედ ახლა სანამ სიწყნარია, სანამ ყველა წყნარად არის, მოდით ახლა ვნახოთ აბა თქვენი კომენტარები და თუ რამე ისეთი იქნება, უცებ ვიჭორავთ. იმიტომ რომ ბევრი დრო არ მაქვს მეგობრებო, როგორც ხედავთ. ეხლა კიდე მალე სადილის დრო იქნება. დედა ამზადებს სოუსს დღეს. იმიტომ რომ ბავშვებს უყვართ. გუშინ გავაკეთეთ შაურმები. ძალიან გემრიელი. მე გავაკეთე და დედასაც მოეწონა ძალიან. ქათმის ფილით.
პრინციპში ნახავდით ალბათ ვლოგში. გურჯაანის რომელიმე ვლოგში იქნება. რა კაია სოფლის ვლოგები გაისერინეთ ხოლმე. დაგვეთვალიერებინეთ გურჯაანიო. გემრიელად მივთვით ძვირფასო მაია წერს. მადლობა, ჩემო კარგო, დიდი მადლობა. ხო, რა ვიცი, აბა ვნახოთ, მეც სულ მინდა ხოლმე რომ ჩამოვდივართ, მაგ იმით ჩამოვდივართ ხოლმე რა, მაგ განწყობით, რომ ეხლა მოვდივიაროთ ყველგან და რაღაც, მე აქ ისეთი კაია ხოლმე ეზოში ჩვენთან. ჩვენ სახლში, მე თან კაია, თან საქმეც ბევრია და საქმეს რო აკეთებ, მე ეს დასვენება და რაღაცნაირად აი გასვლაც არ გინდა, მაგრამ ხო რამდენიმეჯერ იქნებ მაინც მოვახერხოთ სადმე გასვლა. მაგრამ ბავშვებსაც დიდად არ უყვართ სიარული, გეცოდინებათ წინა ვლოგებიდან. მაგრამ ერთი დღე ნახოთ ვეცდები რომ დავითანხმო ბავშვები და იქნებ გავისეირნოთ პარკში. აი ამდიო იქნება. ხო, აქ ძალიან კარგი პარკი არის, შვენიერი, მაგრამ ეხა ამინდებიც არ არის თლად კარგი. იმ მხრივ რომ ყოველწამს შეიძლება გაწვიმდეს. ხვალ მაგალითად წვიმა არის გამოცხადებული როგორც ვიცი. და აი ამინდები რომ გამოვა, აუცილებლად გავისეირნებთ სადმე. გემრიელად მიირთვი ეკა, მე ასეთი შეფუთვის ყავა არ მიყვარს, ყოველთვის ვაფქვევინებ და ძალიან მომწონს და გემრიელიც არისო. თათია წერს და სოფელში რამდენი ხნით რჩებითო. მეც ვაფქვევინებ ხოლმე პრინციპში სახლთან. მაგრამ ესეთ ყავებსაც ყიდულობ ხოლმე ხშირად. იმიტომ რომ მაინტერესებს სხვადასხვა გემოები. გურჯაანში ვრჩებით დაახლოებით 10 დღე ან 2 კვირა. ნახოთ. გაჩნია რა, აი როგორი ამინდები იქნება. ეხლა თუ ძალიან დაცხება, გავიქცევით მერე. სადმე სხვაგან ჯერჯერობით აქ ძალიან სასიამოვნო არის და ბავშვებს ძალიან უხარიათ აქ ყოფნა. ესე გათვლილად არ მაქვს ხოლმე, ზუსტად არასდროს არ ვიცი ხოლმე და მაგიტომ ზუსტად ვერ ვამბობ ვერასდროს და ეს მიახლოებით კი ეგრე ვაპირებთ დარჩენას. ნატალი მეუბნება 2 კვირაზე მეთხანს დავრჩეთო. რა უნდა აკეთო და თორე დავრჩეთო. ყავს და რა ქნას. მერე მეორე ბებო და ბაბუ გელოდება. ჯერ აქეთ მერე იქით და ეგრე. ბედნიერი დასვენება მისურვეთ ბევრმა. ძალიან დიდი მადლობა თქვენც ასევე ბედნიერი დასვენება, ჩემო კარგებო. მუშმალა დასავლეთში იცის უფრო, ხო, მახსოვს თბილისს ძალიან უკვირდათ გურჯაანში საიდანო, დედი კორუსიკოლიათ, იმიტომ ხართ ასეთი ლამაზიო, თუმცა მამას გავხართ. ძალიან დიდი მადლობა ინგამ დამიწერა კომენტარი. რაც შეეხება მუშმალას, დედაჩემს ვკითხე სპეციალურად. ამ კომენტარის მერე ვიკითხებ და ვინტერესდი და აღმოჩნდა რომ მამაჩემს ჩამოვტანია გაგრიდან თავის დროზე ადრე ახალგაზრდობაში ჩამოიტანა 2 კურკა და მოკლედ აქ დათესეს და ესეთი ხეები ამოსულა და იხარა შვენივრად. ისე რომ ჩვენთან ესეთი დასავლური ბუნება არის შერწყმული კახეთი და დასავლეთი. რადე? გარგარის კურკა. ხო, ნატალის გარგარის კურკა უყვარს, აი რომ გატეხავ და შიგნით რო არის რაღაც ნუშივით, რაღაც თხილი და ეგ ძალიან მეეწყოთა შორის ძალიან მეყვარს. ხო, ინგამ კიდე რაღაც სერიალი მირჩია. ეხლა დაიწყო და ნახოთ აბა ჯერ გახმოვანებებით რო დაიდება, მე შეიძლება ვუყურო ერთ სერიას მაინც და თუ მომეწონება ვუყურებ აუცილებლად. ხო, აქ იყო კიდე კომენტარი, ოჯახში რუსულად საუბრობთო? ხო და რავი, კი, დედასთან კი. ვინც არ იცის, დედაჩემი არის რუსი, მამა ქართველი. ამიტომ ორ ენაზე ვსაუბრობ. ამიტომ ორენოვანი ბავშვი ვიყავი თავიდანვე. დედას რუსულად ვესაუბრებოდი, მამას ქართულად და მოკლედ არეული მაქვს ესენები ერთმანეთში. ყოველ შემთხვევაში სახლში
ძალიან არეულად ვლაპარაკობთ. ანუ იცით როგორ ვლაპარაკობთ ქართულად, მაგალითად ჩემდებთან ხა ქართულად ვლაპარაკობ, მაგრამ აი შემიძლია ნებისმიერ მომენტში რაღაცა რუსული გავურიო და პრობლემა არ არის. ანუ ყველაფერი კარგად ესმის. ხო და მოკლედ გავეცი ხო, მე მგონი პასუხი შენ შეკითხვას. ჩემო კარგო, კი რუსულად ვლაპარაკობ დედასთან და მამასთან და დანარჩენთან ქართულად, მაგრამ მაინც ვურავთ ხოლმე ესეთ რუსულ სიტყვებს, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ხანდახან დედაჩემი და მამაჩემი ეს ლაპარაკობენ მამაჩემი რუსულად რაღაცა დედაჩემი ქართულად პასუხობს. ძალიან საყვარლები არიან. ხო და მოკლედ აი ესე. ასე რომ არ გაგიკვირდეთ ჩემს ვლოგში ესეთი ფრაზები და თუ ვინმეს აღიზიანებს ეს ყველაფერი, ეხლა არ ვიცი ამ კომენტატორმა როგორ იკითხა სარკასტულად თუ უბრალოდ იკითხა, არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თუ ვინმეს გაღიზიანებთ, აუცილებლად გააუქმეთ ჩემი არხი, მით უმეტეს ვლოგები თუ მოგწონთ. ეხლა მაკიაჟებში ვცდილობ, რომ ქართულად საუბრობ ჩვეულებრივად, შეიძლება რაღაცა რუსულადაც გამეპაროს რაღაც სიტყვა, მაგრამ მაკიაჟებში მაინც ახლა ქართულად საუბრობ და აი ბლოგებში მიჩვენეს დედაჩემთან სადაც ვარ, იმ ბლოგებში შეიძლება თავისუფლად რუსულად იყოს მთელი მონაკვეთი. ასე რომ თუ იმის ძალიან გაღიზიანებთ, ძალიან გქონთ გაუქმეთ გამოწერა, რომ არც თქვენ გაღიზიანდეთ და მეც არ მომიწიოს მერე ზედმეტი მოძრაობების გაკეთება და ბლოკვა წაშლა და თქვენი გაბრაზებული კომენტარების. იმიტომ რომ ხო, ადრეც იყო ყოველთვის მაგაზე ერთი ამბავი იყო ხოლმე, რაიმე რუსული სიტყვები და რაღაც. მაგრამ ადრეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ, რომ ანუ მე არა მაქვს რაღაცა სატელევიზიო პროგრამა, სადაც გამართულად უნდა ვისაუბრო. საუბრობ ჩვეულებრივად, აი როგორც რა ვიცი, როგორც დაქალს ვესაუბრები, ან როგორც ოჯახში ვსაუბრობ ან რაღაცა. ეგრეთ ესაუბრებით თქვენც, ასე რომ რა ვიცი აბა ესეთი რაღაცები არ გაგიკვირდეთ. ხო მოგწონთ ბუნებრივი ვლოგები, ხო და ბუნებრივობა ეგ არის. მაგრამ ეხა ეს ყველაფერი ამ კომენტატორს არ ეხებოდა ზოგადად ვამბობ, იმიტომ რომ ვიცი რომ იქნება კიდე ესეთი კომენტარები და მაინც რომ იცოდეთ. თუ მან როგორ გამეზარდა ნახე. მიყვარს ჩემზე გრძელი თმები. მთელი ცხოვრება მქონდა გრძელი თმა. და ეხა ისევ ერთი პერიოდი ესე შევიჭერი. ესე. ესე. მაგრამ არა, ეს სხვა არის. ძალიან მიყვარს გრძელი თმები. ნეტალისაც შარშან შევაჭერი, მე მგონი თუ შარშან წინ და ეხა უკვე გაიზარდა და ვეუბნები აღარ შეიჭრა თქო. იმიტომ რომ ხო, ძალამაზია გრძელი თმა. არა, მოკლედ სამაზია ხო ისაც სულ ხდება. მე ვერ ვრისკავ, ვერასდროს ვერ გავრისკე, რომ მოკლედ შემეჭრა თმა. აი, კარე კი, კარე მქონია და მიხდება კიდეც. თუ გავთხოვდი, ეგრევე შევიჭერი კარე რატომ ხარ. აი ესე. აი ესეთი ვიყავი. გამიხდება კარით, მაგრამ აი ესე რომ ბიჭურად ხო იცით, აი ძალიან ისე მოკლედ, ეგრე არასდროს არ შემიჭრია, ყოველთვის მეშინა და რო არ მომეწონოს თქო და არა და ზოგს უხდება. კარგია კი, ორნაბიჯი 5 ლარი ღირს, კარფურში 8 ლარიო. მარია ზარგარიანი. ორნაბიჯი 5 ლარი ღირს, ორნაბიჯი იყიდება ეს ყავა, მე არ ვიცოდი. მე ვიცი რომ კარფურში იყიდება და ხო შეიძლება 8 ლარი ღირს, მაგრამ მე ფასდაკლებით ვიყიდე 6 და რაღაც ღირდა. ხო ისე ძვირია, ძვირია ეს ყავა სხვა ყავებთან შედარებით და 5 ლარი 5 ლარად ორნაბიჯი ის ყავა არის, სტამბულის ყავა და სტამბულის ყავას ვეძახი და რომელიც არ მომწონს. თეკოს ვლოგ ემიგრანტი. რა სილამაზეა, მან დაურობა ერთი დიდი სიამოვნება. აბა იქნება მან ტყავის დალევა. ეკო ძალიან ლამაზი გოგო ხარ და ძალიან დიდი მადლობა თეკო. როგორც მივხვდი, შენი ბლოგი გაქვს, ვიდეოებს დებ. აუცილებლად ნახავ შენს ვიდეოებს. რა მაგარია. წარმატებებს გისურვებ, ჩემო კარგო.
ძალიან მიხარია, როდესაც მიკომენტარებენ ვლოგერები. ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც გიყურებენ შენი კოლეგები. ასე რომ წარმატებებით ეკო, აუცილებლად ვეწვევი შენ საათს და ვნახავ აშკარად საინტერესო ვიდეოები გაქვს. ემიგრანტი. სალამი ყველას კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს. ხო, ანუ რაღაც ისეთი რა ყოველდღიური ვლოგებია, როგორც ჩანს, ყავა და ყავის დალევა და ასე შემდეგ. წიგნომანია, კულინარია, ყველაფერი როგორც გვიყვარს. მიდიდე. ულამაზესია ეგ აივანი, მეც ასე მომწონს. მან ყავა ძალიან გემრიელი იქნება ნამდვილად და აი მარის ვლოგებიც მწერს. აქვე მარი, უღმესი მადლობა ჩემო საყვარელო. ერთხელ მე და შენც დავლიოთ ყავა რა გახდა, ვერ გავიგე. რო ჩამოვალ თბილისში, იქნებ რამენაირად მოვახერხოთ. ქარა, მინატი საძინებლის ვიგულისხმე. თეთრი ნაცრისფერი ზოლები აქ ჩემს და მოსავლელად არის კარგი. კაფელი მაგ სამზარეულოში თუ რამე დამივარ და ეგრევე ტყდება. ცივიც არის ძალიან, თუ გათბობას აკეთებ იატაკის ქვეშ, მაშინ კარგია. დროთა განმავლობაში ისიც ფუჭდება და შეკეთება რთულია წარმატებებიო. მადლობა ჩემო კარგო. კი, ვაკეთებთ გათბობას სავარაუდოდ. იატაკ ქვეშ ვაკეთებთ, ამიტომ ლამინატი გვექნება ზალაში და კაფელი გვექნება, ანუ მეტლახი გვექნება სამზარეულოში. ჩვენ უკვე ვიყიდეთ, მთლად თეთრი არ არის, ისეთი ხისფერში არის, ცოტა ხისფერიც მომწონს, შერეული თეთრი და ხისფერი ერთად მომწონს ძალიან და რაღაცა ესე ვაკეთებთ. რა ვიცი, საბოლოოდ ვნახოთ როგორ გამოვა. ბედნიერი დასვენებაო, გაიხარეთ ჩემო კარგო, თქვენს ყველას ბედნიერი დღეები, ბედნიერი ზაფხული ჩემო ძვირფასებო. და კიდევ ერთი კომენტარი, რაზეც მინდოდა ორი სიტყვით დიდხანს ყურადღებას არ გავამახვილებ, მაგრამ მაინც ორი სიტყვით ვიტყვი. ანუ ძალიან გთხოვთ, ადრეც ვთქვი და ეხლაც მინდა რომ ვთქვა, ძალიან გთხოვთ ბავშვებთან დაკავშირებული კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ისეთი, როგორ ვთქვა, როდესაც ძალიან ისეთი საეჭვო კომპლიმენტი არის, ორმაგი კომპლიმენტი, აი რაღაცნაირად ორმაგი კომენტარები რომ არის ხოლმე, თითქოს რომ კარგს წერდა სინამდვილეში რომ ანუ არ არის კარგი, შეიძლება ადამიანს გული ეტკინოს, მით უმეტეს არასრულყოვანს, რომელსაც ფსიქიკა არ აქვს ჩამოყალიბებული ჯერ. არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება ეს ნორმალურია, ესეთი საუბარი, პირდაპირ რაღაცების თქმა. მე ვთვლი, რომ ეს უტაქტობა არის და ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან უტაქტო კომენტარებს წავშლი ხოლმე. არ მინდოდა ნატალისთან ლაპარაკი. მაგრამ კაი. ძალიან ისე ზოგადად ვიტყვი. ხო და ძალიან გთხოვთ, ესეთი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, რაც არ უნდა დიდი ხნის გამომწერები იყოთ ჩემი და რაც არ უნდა გულები მიწეროთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, რაღაცა ისეთ კრიტიკას ჩემი, არა მარტო ბავშვები, ზოგადად აი ჩემი ოჯახის წევრების და ზოგადად ვინმესი ძალიან და საერთოდ სხვა ვიღაცებსაც ნუ გავანძღავთ ჩემს ვიდეოების ქვეშ, ეგეც არ არის ნორმალური და არ არის ლამაზი. მე თუ სადმე დავინახავ, რომ ვინმეს ლანძღავენ ჩემს გვერდზე, აუცილებლად წავშლი მაგ კომენტარს და არ ვიცი, არ არის რა ჩემი გადმოსახედიდან ეგ ნორმალური არ არის და ძალიან დიდი უტაქტობა არის. ამიტომ ხო, მოკლედ იყო რაღაც კომენტარი, რომელიც წავშალე, მაგრამ ზოგადად ვამბობ ახლა სხვა კომენტარებზეც ადრეც ყოფილა რამდენიმე ჯერ და ეს პერიოდულად არის ხოლმე ხანდახან და მოკლედ ესეთ კომენტარებს ვშლი ხოლმე, მაგრამ ახლა მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ შეიძლება ესე პირდაპირ რაღაცების ლაპარაკი, რაც ენაზე მოგადგებათ, მით უმეტეს
რა ვიცი, გარეგნობასთან დაკავშირებული. არ ვიცი. ხო და ადრეც ვთქვი, რომ ესეთი კეთილი რჩევების მოცემა უყვარს ბევრს და ამ დროს ამ რჩევებში ჩანს რაღაც კრიტიკა. ხო და არა, დიქტატურა მაქვს არხზე რა, ჩვეულებრივი. იმიტომ რომ ეს არის ოჯახური ვლოგები და ეს ჩემთვის არის ძალიან ისეთი სათუთი თემა. ამიტომ ნეტალის ვთხოვე ცოტა ხანი გასულიყო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ესეთი რაღაცები მოისმინოს. მოკლედ, მე მგონი მივხვდით ეს პირდაპირ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მე მგონი მივხვდით რა ბავშვებთან დაკავშირებული რაღაცეები, გარეგნობა იქნება ეს ქცევა, არ ვიცი, რაც გინდა იყოს, მე ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ, ვერც ჩემი შვილების, ვერც ჩემი ახლობლების, საერთოდ ვერავისი. ძალიან ძნელია და რთულია, როდესაც ამას აკეთებს დიდი ხნის გამომწერი, მაგრამ ანუ რა ვქნათ, ესეთია ჩემი არხის პოლიტიკა. არ ვიცი, ძალიან არაულად კი ვისაუბრე, მაგრამ მე მგონი აზრი მივიტანე იმ ადამიანებამდე, რომლებიც ძალიან ისე არ აკვირდებიან რას წერენ. ცოტა უნდა დაუკვირდეთ, სად რას წერთ. თუ არა და არ გაგიკვირდეთ, მერე როდესაც იშლება თქვენი კომენტარები, ან როდესაც იბლოკებით. იგივე წარმოიდგინეთ, არ ვიცი თქვენ თავზე, რომ თქვენ რო გითხრან ეგეთი რაღაცები, თქვენ როგორი რეაქცია გექნათ. შეიძლება ზოგს არ აქვს პრობლემა და ზოგს პირიქით უხარია, რაც მეტი კომენტარი დაიწერება, უფრო უხარიათ, მაგრამ მე ეგრე არ ვარ. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მაგ ყველაფერს. იმიტომ რომ მაგ კომენტარებს მარტო მე არ ვკითხულობ, ამიტომ არ მჭირდება მე შეფასებები ვინმესი. არანაირად. ძალიან გთხოვთ შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. ვინ როგორია და რანაირია. ეს მინდა და მეთქვა. და ძალიან გთხოვთ ნუ გეწყინებათ. ჩემგან. ესეთი ვიდეო იყო დღეს. ეხა უკვე ნატალის როგორც ყოველთვის დავუკავე ადგილი, კატაობა უნდა, ამიტომ ხა დაუწახებ. მე კი წავალ და მივხედავ რა ვიცი, საქმეებს. ესეთ საქმეებს. რელაქსი მაქვს. ერთი ბალი უკვე არ შევჭამო ხა თქვენთან ერთად. აი. ყველას უღმესი მადლობა. აბა, ყველას გიმშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე. კარგად.